ზღვის დონიდან თითქმის 2100 მეტრი ზედაპირის ფართობით საქართველოს ყველაზე დიდი ტბა ფარავანი. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე წლის ამ პერიოდში შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ. გარშემო ყველაფერი თოვლით არის გადათეთრებული, თუმცა აუცილებლად შენიშნავთ ერთ საინტერესო დეტალს. მამაკაცების ჯგუფს, რომელიც საკმაოდ ცივ ამინდში კონკრეტული საქმით არის დაკავებული. თან ამას აკეთებენ ისე, როგორც საქართველოს არც ერთ სხვა მხარეში. ზაზა შუკვანის, მაია შახულაშვილის და ქეთი ბერაიას სიუჟეტში გაიცანით გაყინული ტბის მებადურები. სადაც ახლა ჩვენ დავდივართ, წყლის გაყინული ზედაპირია. ნოემბრის შუა რიცხვებიდან აპრილის შუა რიცხვებამდე საქართველოს უდიდესი ტბის ფარავნის ზედაპირი ასე გამოიყურება. ყინულის სისქე ახლა აქ დაახლოებით 40 სანტიმეტრია. 40 სანტიმეტრი ნაპირებში, ტბის შუაგულში კი ყინულის საფარი კიდევ უფრო ნაკლებია. ზედაპირზე პატარა ტალღების კვალი ალაგ-ალაგ ჩანს. ვინც არ იცის წელიწადის ამ დროს და აქაური გაზაფხულის დადგომამდე, ანუ აპრილის შუა რიცხვებამდე გზიდან ფარავნის ტბა სითეთრეში ვერ შენიშნავს. არც მოშორებით მოძრავი ადამიანების ნახვა გაუგორდება. ახლოდან კი ისინი გაყინული ტბის მებადურები არიან. ფარავანზე, რომელიც ზღვის დონიდან 2073 მეტრზე მდებარეობს. დღეს მალე მოვედით და ერთი თევზი გემექცა პირველი და აღარ არის. თევზს ხედავთ. სუსუფთა წყალი ჩამოდის, წყაროების წყალი აქ. შარშან გონი იკრა გაუშვეს აქ, მალივტი გაუშვეს. აღარ იყო ესეთი თევზი. და ადრე მსხვილები იყო, ეხლა უკვე წვრილები გამოდის, პატარები ამოდიან. ლაობით არ მოდის რიბა ვაფშე საერთოდ. ეხლა მარტო ეხლა რიაბუშკა არის. სხვა თევზი აი ამაზე არ მოდის. სახელდახელოდ გაკეთებული ბადეები წინასწარ მონიშნულ ადგილებში თევზის დაჭერას საკუთარი ოჯახების გამოსაკვებად ცდილობენ. როგორც აგვიხსნეს, ამ პერიოდში ძირითადად აქ შამაი ამოდის. ცოტა მოდის. აქ თევზაობა სახიფათო არ არის? როგორ არ არის, მაგრამ რა გავაკეთოთ? აქ კიდე იმდენად არა, აი ტბის შუაგულში უფრო თხელია ყინული. ჩვენ გაყინულ ტბაზე პირველად ვიდექით. ამიტომ ამ კითხვას ყველა მეთევზეს უსვამდით მეტი დამაჯერებლობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მათი თამამი გადაადგილება უკვე უნდა ყოფილიყო პასუხი. აღმოჩნდა, რომ გასულ წლებში არაერთი მეთევზია დაღუპული აქ ყინულებში ჩავარდნილი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტბაზე სიარული მთლად უსაფრთხო არ არის. ტბა დახურულია, თუმცა მიუხედავად ამისა, გარშემო გამაფრთხილებელი ნიშნები არ არის. ყოველ დღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს 4 საათზე მიმდებარე სოფლებიდან აქ მოყვარული მეთევზეები იკრიბებიან. მე ლუბიტელი ვარ რა, ლუბიტელი. ეხლა როგორ არის კაცის ესა, მუშაობა კაცის ადგება ადგილზე და всё მუშაობის დროა რა, ჩვენი წეგრეა. ყველას თავისი სათევზაო ადგილი აქვს. პირველ რიგში ღამის განმავლობაში გაყინული წყლის ზედაპირს ასუფთავებენ. მერე უკვე ბადეს ამზადებენ და იწყებენ. წესებურად ეს ნიშანი არის, რომ ჩემი მეგობარის არის. ეს არის ჩემი ადგილი. ესეთი არის ჩვენი ნიშანი. რო ხსნიან, ყველა თავისთვის ახსნის, მაგრამ ეხლა რო თევზი აღარ ამოდის, ყველანი არ მოდიან და ჩვენ მოვედით. საცა შეგვიძლია ეგ დავდექით და ვიკეთეთ. დაახლოებით 3 წუთში ერთხელ ბადის შემოწმება აუცილებელია. თუმცა შეიძლება საათები ისე გავიდეს, რომ მას არაფერი ამოყვეს. კიდევ რამდენიმე დღე და თევზი ტბის ნაპირებიდან უფრო ღრმად გადაინაცვლებს. ყინული კიდევ უფრო გასქელდება და მეთევზეებიც ადგილში იცვლიან. დამთავრდა უკვე სეზონი. ნოემბრის ბოლოდან 10 დღეა მაქსიმუმი, როცა კარგად მოდის თევზი. ახლა ვიჭერთ რამდენიმე წელს დღის განმავლობაში, რომ დავამარილოთ. მაგრამ მაინც უფრო გამართლებაზეა. მაგე იმ სოფელში ჩემი ძია. დღეს 10 კილოს იკევს და მე აქვს სხვა სოფელში 8 ლარში ხიდის ხოლმე. ფარავნის ტბის გარშემო 4 სოფელია. თავისი ყოველდღიური პრობლემები და ცხოვრების ჩვეული რიტმით. ყველაზე გამორჩეული სოფლებში ფოკა და როდიონოვკა.
ფოკაში 1000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობის პროდუქტებია, რომელსაც თავად აწარმოებენ. ამბობენ, რომ მთავარი პრობლემა მაინც უმუშევრობაა. აქ საქართველოს სხვა ადგილებთან შედარებით ყველაზე ხანგრძლივი ზამთარი იცის. ასე ადგილობრივები ამბობენ. დღისით როცა მზეანათებს არ ცივა. ზის ჩასვლისას კი დაბალი ტემპერატურა -6 ან 9 გრადუსი ერთბაშად იგრძნობა. მიუხედავად ამისა, ფარავნის ტბაზე ადგილობრივები ზამთარშიც ბანაობენ თურმე. მეთევზეები კი შიშველი ხელით იჭერენ ბადოებს და ასე საათების განმავლობაში ელოდებიან ნადავლს.